ანუ მანდ ეხლა მე როგორც გავიგე რა გარემოებებს დგება ეგ აღიზიანებს რაღაც თვისებას პერსონაჟში გამოხატოს და ანუ შესაბამისად ადგილი არ რჩება პერსონაჟისთვის რომ მან ისეთი თვისებაც გამოხატოს ან მიიკეროს რაც არ აქვს ანუ მე რო ეხლა შევეცადო ამ სამყაროში რომ პერსონაჟი თვისობრივია კლასიკური პერსონაჟი არის თვისობრივი ვერ გაცდება თავის ვერავით აპირიქით ხო ვერაფრით ვერ გაცდება და მაქსიმალური ზღვარი რა არის მანდ საკუთარი თავის აბსოლუტური გამოხატვა ანუ წინასწარ აქ განსაზღვრული დეტერმინირებულია რა თქმა უნდა კლასიკური პერსონაჟი დეტერმინირებულია ეგ თავისუფლების იდეასთან როგორ თავსდება ბერძნულში ეგ იდეა იმ ფორმით მაინც და მაინც არ არის რა ფორმითაც ჩვენ წარმოგვიდგენია მაგას დავა და სხვადასხვა მოსაზრებებია მაგრამ მე მგონია რომ ბერძნულში საერთოდ არ იყო ეგ იდეა იმ ფორმით რა ფორმითაც ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ მაგრამ ყველაზე ახლოს ალბათ არის შუა საუკუნეების გაგებასთან თავისუფლების რა